მაცივრებში ვარ ხო? მაცივრებში ვარ. სულ პარტიზანულ ბრძოლებს ვაწარმოებ მაცივართან. სულ აი პარტიზანი ვარ რა. მიპარვა ხო იცი, უნდა მიხვიდე. ფეხის წვერებზე კი ფეხის ჩხილებით დავდივარ. მაცივარი არის, რავი, ამ ქვეყნიური ტაძარი ჩემი. რა უნდა აი ამ ქვეყნიური ტაძარი. უშია და რა ქნას აი გამაგივიდე, კუჭი აქვს დიდი კუჭი აქვს. რას დიდი აღარ ქვია. აი, ეხა ისა რა ქვია, გიულის ის არის რა. ჯეჭვიანი, ხო, ძალიან მაგარი ვიდეო, ესე ძალიან მაგარია, გავიშვით გიულის ეჭვიანი. მე ვიყავი ძალიან ეჭვიანი. მე თვითონ საწავიდო და რატო იყო, ვისთან იყო და ცენდა ყოველ დღე. აი მართლაც ვამბობ, არც ტყუი არაფერი. მე რეალდიკი გავხდი იძულებული და წამოვედი, მეტი გზა აღარ იყო. ერთხელ მითხრა წამოდი, წაგიყვანო, სად ვიყავიო და რაღაც მშენებლობაზე მიმიყვანა, თურმე მუშაობდა. და რაღაცა ცენეთსა და ლამს აგებდნენ და მითხრა, აი ამ კაცთან ვიყავიო, ეს არის ქალიო, ეხლა გაგაგებინებო, დამყოხელი ისე მცემა მერე რო. მე თვითონ ენას არ ვაჩერებდი რა. რატო არ ჩუმდებოდი, ეხლა დავბერდი არა. ეხლა ვფიქრობ, რომ ხმარო არ გამეცა იმისთვის, დღესაც იქ ვიქნებოდი. Какой позор! Клянусь честным словом, Майкл, на весь район, на весь район! Вы мочра, на весь район, какой позор! Вы мочра, ты в район. Саджан დიდი ხანი ეს არ მიხსენია, ძალიან მაგარია. ეხა კობახიძე, გიგაური და ჯო ვილსონი რა, მოკლედ. რა ერთიანებს ამ სამს. რა ერთიანებს ამ სამს რა. აბა ვინ მიხვდება? რა ერთიანებს ამ სამ ადამიანს გავუშვით რა. ჯოვილსონები ხო არა ხალხკაცი? ხო, ნუ აი ხო, რა ვიცი, ჩემთვის დიდი პატივია ჯოვილსონთან ერთად რომ მახსენებენ. პატივია ჯოვილსონთან რატო არის შენთვის პატივი? აი ვინ არის ჯოვილსონი? ტომას ჯეფერსონია, აბრაამ ლინკოლნია, თუ ვინ არის? მათთვის ეგ არის. მათთვის ეგ არის, ხო? ჯო ვილსონ და რა. ვინ გაიკარებს აბა? თავმოყარე ვინ გაიკარებს? აი გეხვეწები მე. ვინ ყავთ? არა ყავთ თავმოყარე. ყავთ ჯო ვილსონი, ყავთ მარკეტა გრეგოროვასნაირი პერსონაჟები. აი გაუგება, აი ხო ხტები საიდანაც ესე. კოპახიძემ როგორ დაცინა? პატარაზე რა დაცინა, რა ჩაიცინა. ძალიან დაცინის. რო სერიოზულდება მე. მაგარი ხარ. ვაიმე და ეხა ისა ხო აქციის ხალხი ხო? ეგ აქვს ხო? კი. ხალხიც დგას. ეს ჩვენ ვიცით ვინც დავდივართ. ვისაც ამ ქვეყანაში რამე შეუქმნია, ხო? აი ძალიან დიდი ნაწილი იქ დგას. სასტრაფო გამოიძახ შეიძლება. განათლებული, წარმატებული, პროგრესულად მოაზროვნე იქ ისწავლი ბევრ რაღაცას მართლა, აი ყველაზე ბედნიერად და კომფორტულად გრძნობ თავს იქ. გოგა სასტრაფო გამოიძახე, გულიც უდათ მაგ. ხედავ რომ კიდევ არსებობენ ადამიანები, ვისაც ეს ქვეყანა ანაღლებს. Wait a minute. მიშას რო რამე მოუვიდეს, რაში მადარდებს, რა ბედი ეწევა ღარიბაშვილს და ირაკლი გობახიძეს, რა ბედი ეწევა ან ამ ქვეყანას, ან ჩვენ სად ვიქნებით, ან ჩვენ რას მერე როგორ შევაფასებთ საკუთარ როლს ამ ყველაფერში, აღმოჩნდებით უთუსურები, რომლებიც ვერასოდეს ვერაფერი ვერ გავაკეთეთ. ანუ ზუსტად 20 წამიან სინქრონში ჩაატია რომ სამშობლოს ფასი არ აქვს, ადამიანს ფასი არ აქვს, მის ოჯახს ფასი არ აქვს, მის მეგობარს ფასი არ აქვს, მის მშობელს ფასი არ აქვს, რელიგიას ფასი არ აქვს. არაფერს ფასი არ აქვს თუ მიშა არ არის. ხვდები რა დონეზე სიდუხჭირე აქ? მენტალური და სულიერი სიდუხჭირე აქ ამ ქალს. არა, ნუ ხო, ნუ ერთი ძალიან მაგარი ის არის რა, მაგათი. აი მაგას დავარქვი აკაცუკური გამოძახილი რა. ესე იკრიბებიან ეგეთი რა. და საერთოდ ფიქრობ, რომ აი ძველი ციხეები საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ხო იცი? აი თეიმებზე უნდა იდგენ ციხეებზე ზემო და ესე უკავშირდებოდნენ ერთმანეთს. აი თუ შეიძლება გაუშვით, ძალიან მაგარი ის არის რა. აკაცუკური გამოძახილი, ძალიან მაგრა მომწონს.